გამარჯობა, მე რატი ვარ მუჯირი ჟურნალისტი. დღეს 15 ივნისია და თქვენ უყურებთ პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვან პროექტს VT საქართველოს ნიუსი. კიევ-პეჩორის სამონასტრო კომპლექსის დაბომბვის, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების პერსპექტივის და საქართველოში პოლიციის ძალადობის შესახებ მოგიყვება დღეს ჩვენი გუნდი. რუსებმა ამჯერად პეჩერის სამონასტრო კომპლექსი დაბომბეს. ქვეყანამ, რომელიც თავს მართლმადიდებლობის დამცველად წარმოაჩენს, სლავური მართლმადიდებლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლს ბალისტიკური რაკეტა მოარტყა. შედეგად ხანძარი გაჩნდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით მნიშვნელოვნად დაზიანდა თავად სამონასტრო კომპლექსის ნაწილის. ღამის დაბომბვას მხოლოდ ეს შედეგი არ მოყოლია. მასირებული კომბინირებული საჰაერო შეტევა 582 შეჰიდის 30 ფრთოსანი, 15 ბალისტიკური და 5 ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა ცირკონისგან შედგებოდა. უკრაინულმა ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა სამიზნეების დიდი ნაწილი გაანადგურეს, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. კიევის გარდა სარაკეტო იერიშის სამიზნე იყო ხარკივის ოლქი და სხვა რეგიონები. კიევ-პეჩერსკი ლავრაში მივიდა ვოლოდიმერ ზელენსკი. ის ადგილზე გაეცნო დაზიანებების მასშტაბს და მომხდარი ისტორიაზე თავდასხმად შეაფასა. Атака на нашу историю, безумовно. ეს უდაოდ ჩვენს ისტორიაზე თავდასხმაა. ისტორიაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, მაგრამ რუსეთს არ გააჩნია და ყველაფერს აკეთებს, რომ არც ჩვენ გქონდეს. დღეს დიდი შვიდეულის შეხვედრაზე ვიქნები და პირველი პრიორიტეტული თემა იქნება ჩვენი საჰაერო თავდაცვა. შემდეგ გვექნება შეხვედრა ევროპელებთან და ასევე პრეზიდენტ ტრამპთან. ვისაუბრებთ მასთან იმაზე, თუ როგორ ვაიძულოთ პუტინს ამ ომის შეჩერება. ბარბაროსული აქტი. ასე შეაფასა ოდნავ მანამდე სანამ კომენტარს გააკეთებდა უკრაინის პრეზიდენტმა თავის Facebook სტატუსში მომხდარი ფაქტი. კიევის-პეჩერის სამონასტრო კომპლექსის მნიშვნელობაზე საუბარს ვენის უნივერსიტეტის მკვლევარ თეოლოგ გურამ ლუსმანაშვილთან გავაგზავნებთ. გამარჯობა, მადლობა რომ დრო გამონახეთ. გასაგებია რომ მონასტერი ოდნავ მოგვიანებით აშენდა და იქ ფიზიკურად იქ არ მომხდარა რუსის ნათლობა, მაგრამ შეიძლება ითქვას რომ კრემლმა დღეს საკუთარი სანათლი დაბომბა. დიახ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია მაგის თქმა, უფრო მეტიც ჩვენ თუ გავიხსენებთ იგივე ძალიან ცნობილ იდეოლოგიას, რომელიც არის ეგრეთწოდებული წმინდა რუსის იდეოლოგია, სვეტა რუს, იგი სწორედ ემყარება აი ამ კიევ-პეჩორის ლავრას. უფრო მეტიც 1953 წელს, როდესაც სტალინმა გადაწყვიტა, რომ აღედგინა პატრიარქის ინსტიტუტი რუსეთში, იქ იყო ბჭობა, თუ რა ტიტული უნდა ჰქონოდა მას. და იყო საუბარი, იქ უნდა ყოფილიყო მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქი. და იქვე გადაწყდა სტალინის, რა თქმა უნდა, ჩართულობით, რომ არა მოსკოვის და სრულიად რუსეთის, არამედ მოსკოვის და სრულიად რუსის. ნუ ქართულში შეიძლება ცოტა უხეშად ჟღერდესთან განსხვავება არ იყოს ნათელი, მაგრამ რეალურად სახელი სრულიად რუსი ავტომატურად ნიშნავს, რომ გულისხმობს რუსეთს, ანუ ველიკოროსია, თეთრ რუსეთს, ანუ ბელორუსია და უკრაინის ტერიტორიას, რაც არის მალორუსია. ოღონდ ეს ყველა ტერიტორია, რომელიც რეალურად ეფუძნება ერთ ხალხს, რომელიც შეადგენენ რუსს, მოინათლა სწორედ რომ კიევის ემბაზში და რომლის სიმბოლური გამოხატულებაც გახლავთ კიევ-პეჩორის ლავრა, რომელიც 1051 წელსაა აგებული, თუ კარგად მახსოვს. გურამ, რა მნიშვნელობისაა ეს კომპლექსი სლავური და ზოგადად მართლმადიდებლური სამყაროსთვის? ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპლექსია. დავიწყოთ იმით, რომ სლავური სამყაროსთვის ეს გახლავთ პირველი ოფიციალური კარი, რომელიც მან შეაღო ევროპასთან, ამ შემთხვევაში ბიზანტიის იმპერიასთან, მისით დაუკავშირდა ევროპას, მისით მიიღო ნათლობა, რამაც რა თქმა უნდა აქვს რელიგიური, საფუძვლად რელიგიური მოტივი, თუმცა ამასთანავე სწორედ ამ კარით შემოვიდა მასში ის განათლება, იმპერიების მოწინავე კულტურული იდეები, იქნებოდა ეს არქიტექტურის კუთხით, ფერწერის კუთხით, ლიტერატურის კუთხით და შესაბამისად ეს ლავრა არ გახლავთ არანაირად მხოლოდ რელიგიური ნაცვლობის ადგილი, თუმცა ესეც რომ იყოს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი იქნება, არამედ გახლავთ ასევე ცივილიზაციური, კულტურული და ზოგადად
ეროვნული რაღაცა თვითშეგნების ჩამოყალიბების ადგილიც სლავური და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა უკრაინული იდენტობისთვის. რა მინდა რომ დავაზუსტოთ. ქართველი მაყურებლისთვის რომ უფრო ცხადი გახდეს, რა შეიძლება ეს შედარდეს ქართულ სამონასტრო საეკლესიო სისტემაში? ცოტა რთულია პირდაპირი პარალელი, ალბათ ყველაზე მეტად მაინც მცხეთას და სვეტიცხოველს დავუკავშიროთ, იმიტომ რომ ჩვენთვის ისაა რაღაც ნათლობის და რაღაც იდენტობის სიმბოლო და სამწუხარო ის არის, რომ თქვენ თუ გახსენდებათ, როდესაც ომი დაიწყო 94 წლიდან მისი წინამძღვარი იყო მიტროპოლიტი პავლე ლებედი და ეს ეკუთვნოდა რუსულ ეკლესიას და უკრაინულ მოშიშროებამ იგი დააკავა, მიუსაჯა შიდა პატიმრობა და საფუძველი ამის იყო რომ პავლე ლებედი ატარებდა ამ კრემლისტურ ნარატივს თავისი ქადაგების, თავის მოწოდებების კუთხით. ქართულ ვარიანტში მე ვახსენე, რომ შეუდარდება ალბათ სვეტიცხოველს, თუმცა თუ უფრო განვაზოგადებთ, მე მახსენდება ეს ისლამური სახელმწიფო, რომელმაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ, იგივე სირიაში და იგივე ერაყში გაანადგურა თავისივე ისლამური კულტურის მქონე დიდი ნაგებობები, როგორც იყო ეს პალმირას კომპლექსი, ასევე იყო იქ ალ-ნურის მეჩეთი და ასე შემდეგ. დიდი მადლობა, უთა საქართველოს ნიუსის კითხვებს ვენის უნივერსიტეტის მკვლევარი თეოლოგი გურამ ლურსმანაშვილი პასუხობდა. აქვე გეტყვით, რომ ინტერვიუს სრულ ვერსიას ჩვენს Facebook გვერდზე ნახავთ და გთხოვთ, რომ ჩვენი არხები, როგორც Facebook-ზე, ასე YouTube-ზე გამოიწეროთ. ახლა კი უშუალოდ ფრონტზე მიმდინარე მოვლენებზე. ჩავარდნილი საგაზაფხულო კამპანიის შემდეგ რუსებს წინსვლა უჭირთ ივნისშიც. უკრაინა წარმატებით აგრძელებს საშუალო და შორი რადიუსის დრონებით საოკუპაციო ძალების ლოჯისტიკური ხაზების დაზიანება განადგურებას. ამ ტაქტიკის გამოყენებით რუსებს სულ უფრო უჭირთ არა მხოლოდ ფრონტის წინა ხაზზე მყოფი ჯარისკაცების, არამედ მთლიანად ყირიმის ნახევარკუნძულის მომარაგება. პარალელურად გრძელდება წარმატებული დარტყმები კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე უშუალოდ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. გამოშვებას ახლა სხვა მნიშვნელოვანი ამბებით გავაგრძელებთ. ცოტა ხანში ვარშავას სტუდიაში ვაშინგტონიდან შემოგვიერთდება ჩვენი კოლეგა Independence Avenue Medias თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი რედაქტორი ქართლო შარაშეინძე. საუბრის თემა საქართველოს შეერთებული შტატების ურთიერთობები იქნება. მიმდინარე თვის დასაწყისში საქართველოს კონგრესის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. 4 ივნისს წარმომადგენელთა პალატის შეერაღებული ძალების კომიტეტმა თავდაცვის ავტორიზაციის აქტში საქართველოს შესახებ ორი შესწორება დაამტკიცა, რომელიც ქვეყნის შიდა პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთებას ასახავს და იქ, აქ საქართველოში რუსეთსა და ჩინეთის სადაზვერვო ქსელების გამოვლენას ეხება. 8 ივნისს კი წარმომადგენელთა პალატამ წინააღმდეგობის გარეშე მიიღო კავკასიაზე ჩინეთის კონტროლის საწინააღმდეგო აქტი. ქართული ოცნება ტრადიციულად შეეცადა ეს მოვლენა გაეუფასურებინა. როგორი აქტის მნიშვნელობა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების პერსპექტივა ქართლოს უთმობ ახლა ეთერს. ქართული ოცნება ცდილობს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები გაუმჯობესოს. ინტერესს ვაშინგტონი ცავლენს, მაგრამ ტრამპის ადმინისტრაცია ამას ქართული ხალხის მიტოვების ხარჯზე არ გააკეთებს. ასე აღწერენ ორ ქვეყანას შორის არსებულ ამჟამინდელ დინამიკას ვაშინგტონის ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები. ამერიკელი ყოფილი დიპლომატები გვეუბნებიან, რომ წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს შესახებ ახლახან მიღებული აქტი არის მარცხი ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევისთვის. ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა მისთვის სასურველი პირობებით აალაგოს. ეს კონგრესში არსებული მზარდი იმედგაცრუების ნიშანია, რაც შეერთებული შტატების მიმართ თბილისის რეჟიმის არაკეთილგანწყობილ და გარკვეულწილად მტრულ პოლიტიკას უკავშირდება. ამერიკელ კანონმდებლებს სურთ დარწმუნდნენ, რომ ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით და საჭიროების შემთხვევაში პრობლემასთან გასამკამებლად ყველა საჭირო ზომას ვიღებთ. ცხადია, ეს მარცხია ივანიშვილის ძალისხმევისთვის. შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა გაუმჯობესოს მაშინაც კი, როცა მისი პოლიტიკა პირდაპირ ეწინააღმდეგება ამერიკის ინტერესებს. ფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობების დამყარებას. ფიქრობ, საქართველოს მთავრობას აქ ნამდვილად
ფაქტობრივად აქვს შესაძლებლობა, მაგრამ თუ მისი მიზანი მხოლოდ დემოკრატიული ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროვებაა, ეს არ იმუშავებს. კარგად ვიცნობ საქართველოს პრემიერ-მინისტრის რიტორიკულ სტილს. დიახ, ისაუბრობს სუვერენიტეტზე. ამბობს, რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ, ჭკუას ვერავინ დაგვარიგებს. დიახ, ეს ყველაფერი მესმის, მაგრამ შეერთებული შტატებიც სუვერენული ქვეყანაა. საქართველოს შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილებები მიიღოს, მაგრამ ჩვენს გადაწყვეტილებებს მივიღებთ. თუ კობახიძე ყვირილის გარდა ფიქრსაც მოისურვებს, მიხვდება, რომ აქ მისთვის შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ ეს არ იქნება ისეთი შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც შეერთებული შტატები ქართულ ხალხს უბრალოდ მიატოვებს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ქართული ოცნების მიერ გადადგმული ნაბიჯები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საგარეო პოლიტიკაში, საქართველოს აყენებს პოზიციაში, როცა მასთან მჭიდრო ურთიერთობა შეერთებული შტატების ნებისმიერი ადმინისტრაციისთვის, მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციისთვისაც რთული იქნება. კობახიძეს ვეტყოდი, ნამდვილად დარწმუნებული ხართ რუსეთზე გაკეთებულ ამბსონში. ნამდვილად დარწმუნებული ხართ პუტინზე გაკეთებულ ამბსონში. როგორ მიდის მისი საქმე უკრაინაში? ეს თქვენ წარმატებად გეჩვენებათ? იქნებ მაინც ღირს ალტერნატივების დატოვება. ახლა ირანთან აპირებთ დაკავშირებას. ამაშიც დარწმუნებული ხართ? ჩინელებს მისცემთ საშუალებას თქვენი ინფრასტრუქტურა შეისყიდონ და კოლონიასავით მოგექცნენ? ამაშიც დარწმუნებული ხართ? მთელი ეს საუბარი საქართველოს სუვერენიტეტზე არ შეესაბამება პოლიტიკას, რომელიც საქართველოს ჩინეთს უმორჩილებს. და მთელი ეს საუბარი ქართულ კულტურაზე ასევე ძნელად შესათავსებელია იმასთან, რომ ირანულ სტრუქტურებს მიეცეთ შესაძლებლობა თავისუფლად იმოქმედონ და დაიწყონ რადიკალური შიიტური ჯგუფების დაფინანსება, რომლებიც ანგარიშვალდებულები იქნებიან არა თბილისის, არამედ თეირანის წინაშე. ფიქრობ, ქართველები ამას გააცნობიერებენ. ჩინეთი ცდილობს ისეთი ურთიერთობების დამყარებას, რომლებიც მას პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკებზე მნიშვნელოვანი კონტროლის ბერკეტებს აძლევს. საქართველოსთვის ეს ერთ-ერთი პრობლემაა, მაგრამ არის კიდევ ერთი, შეიძლება ითქვას კულტურული და პოლიტიკური განზომილებაც. ჩინეთი მკაცრად ავტორიტარული რეჟიმია. ქართულ ხალხს დემოკრატია სურს. ქართველები სრულიად სამართლიანად საკუთარ თავს ევროპელებად მიიჩნევენ. მათ სურთ ევროკავშირის წევრობა, მათ სურთ დემოკრატიული ქვეყნების კლუბის წევრები იყვნენ. ჩინეთი ამ კლუბის წევრი არ არის. არ ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პირობებში ამ დემოკრატიული კლუბის წევრია, მაგრამ ქართულ ხალხს ძალიან სურს ამ კლუბის ნაწილი იყოს. ამერიკის სტრატეგიულ მოწინააღმდეგეებთან თბილისის დაახლოების შესახებ არსებული ფაქტები და მოსაზრებები საქართველოს სულ უფრო ხშირად აქცევს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ მიმდინარე დისკუსიებში, როგორც კონგრესში, ასევე ანალიტიკურ წრეებში. მადლობა. ვაშინგტონიდან საუბრობდა Independence Avenue Media-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი რედაქტორი ქართლოს შარაშენიძე. ახლა კი საქართველოს შიდა საქმეებზე გავაგრძელოთ საუბარი. მორიგის შემზარავი ძალადობა პოლიციაში. ტელეპირმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ასახულია, როგორც ცემს სამი პოლიციელი მოქალაქეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ძალადობის მიზანი სხვა საქმეზე ჩვენების მიღება იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ფაქტი 2022 წელს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მოძალადეები უკვე დაკავებულები არიან. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ისინი 4 წლის დაგვიანებით, ანუ წელს 2026 წელს დააკავეს. ქართული ოცნება განაგრძობს მტკიცებას, რომ პოლიციაში ძალადობას სისტემური ხასიათი არ აქვს. უფლებადამცველები კი პირიქით. სწორედ სისტემურ ძალადობაზე აკეთებენ აქცენტს. ახლა თბილისიდან შემოგვიერთდება სახალხო დამცველის მოადგილე 2018-2023 წლებში გიორგი ბურჯანაძე. გამარჯობა, მადლობა რომ დრო გამონახეთ, როცა ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ პოლიციაში ძალადობა ცალკეული გადაცნობებია, თქვენ და სხვა დამოუკიდებელი უფლებადამცველები ამბობთ, რომ პირიქით დანაშაულ სისტემური ხასიათი აქვს. რა გაძლევთ ამის მტკიცების საშუალებას? საქართველოში არ არსებობს რაიმე პროცედურული გარანტიები, რომელიც ამნაირი წამებების სისტემურ პრევენციას მოახდენდა. იქიდან გამომდინარე, რომ წლიდან წლამდე ხდებოდა სიტუაციის ამ კუთხით გაუარესება, იქიდან გამომდინარე, რომ უამრავი ფაქტის შესახებ გვესმის და გამოძიება არასდროს არ არის ეფექტური და თუნდაც ეს ფაქტები, რომელიც ახლა გასაჯაროვდა, სადაც ჩანს, რომ ადამიანები, პოლიციელები თვითონ იღებენ წამების კადრებს. ამას, რა თქმა უნდა, როცა ჩუმად აკეთებ წამებას, ეცდები, რომ შენ თვითონ არ შექმნა რაიმე მტკიცებულება. აშკარა არის, რომ სისტემურად აქ ამ ყველაფერს მწვანე შუქი ანთებული. ეს კადრები, რომელიც ტელეპირველის ეთერში გავრცელდა, შეიცავს, რა ვიცი, ადამიანებს ტკივათ, ვისაც სემენ, ხმაურობენ, ხმა გადის სხვა ოთახებში, მაგრამ ამაზე რეაგირება არავის არ აქვს. ის ფაქტი, რასაც შესაძლოა ამბობს, რომ
თვითონ ამ შემთხვევაში 2 წლის განმავლობაში 2022 წელს იყო ეს ჩადენილი და შემდგომ 26 წელს გაიხსნა ეს საქმე, ადასტურებს იმას, რომ თავის დროზე, როცა ეს ქმედება ჩადენილი იქნა, არანაირი წინააღმდეგობა, არანაირი პრევენცია ამ კუთხით არ მუშაობდა. პოლიციის განყოფილების უფროსი ან სხვა პასუხისმგებელი პირი ამაზე რეაგირებას არ ახორციელებდა და თანაც წლების განმავლობაში რჩება უამრავი რეკომენდაცია, როგორც სახალხო დამცველის, ასევე წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის მხრიდან გაცემული იმ პროცედურული გარანტიების შემოტანასთან დაკავშირებით, რომელიც ამგვარ ქმედებების პრევენციას მოახდენდა. ქართული ოცნების პასუხი ყოველთვის უარია. შესაბამისად, ეს სივრცე მოშიშვლებულია, არაერთი საჩივარი გვესმის და შესაბამისად ამის არანაირი ეფექტური გამოძიება არ ხდება. მხოლოდ ესეთი ვიდეო მტკიცებულებები, როცა საჯაროვდება, მერე და მერე, ესე ვთქვათ, უწევს რეჟიმს აღიარებს. გიორგი, რა მინდა კითხო, რა არის კითხვები, რაზეც აი ამ კონკრეტულ საქმეზე საზოგადოებას პასუხი ჯერ არ მიუღია? პირველ რიგში პასუხი უნდა იყოს გაცემული იმასთან დაკავშირებით, ამნაირი რამ რომ მოხდა, მომავალში რომ არ მოხდეს, ამისთვის რაიმე ღონისძიებას იღებენ, რაიმე პროცედურულ გარანტიებს ამატებენ, მაგალითად კამერებს თვითონ პოლიციის განყოფილეებში, რომელთა რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება, მაგალითად გამოკითხვების აუდიო-ვიდეო ჩაწერას, რაც არ გვაქვს და რასაც მოითხოვს წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტი. მაგალითად არ გვაქვს პასუხები იმასთან დაკავშირებით, რამდენად ეფექტური იყო ამ ტიპის რეაგირება. გავიგეთ, რომ ამ სამ პირს წაუყენეს ბრალი, თუ რამდენ პირსაც როგორც თვითონ ამბობენ, მაგრამ შემდგომ უშუალოდ იმ პოლიციის ესე ვთქვათ განყოფილების ხელმძღვანელი, სხვა პასუხისმგებელი პირები, როგორც თვითონ ამბობენ, სხვადან რეგიონიდან იყვნენ ეს ადამიანები დროებით მივლენილი იქ, რა რეაგირება მოყვა, რა პასუხები იქნა განხორციელებული ამასთან დაკავშირებით, იმისთვის რომ მომავალში არ მოხდეს, ამაზე პასუხები არ მიგვიღია. პასუხები არ მიგვიღია იმაზე, ეს სამი პოლიციელი დღეს პატიმრობაში იმყოფება, თუ რამდენიმე საათი და ესე ვთქვათ დააკავეს და შემდგომ ეს ადამიანები გაათავისუფლეს. ბევრი კითხვა არის, გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. გასაგებია, მადლობა ვოტე საქართველოს ნიუსის კითხვებს სახალხო დამცველის მოადგილე 2018-2023 წლებში გიორგი ბურჯანიძე პასუხობდა, ჩვენ კი ჩვენის მხრივ ამ კითხვებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართავთ და ნახოთ რას გვიპასუხებენ. ბოლოს კი მოლდოვას და უკრაინის გეოპოლიტიკურ წარმატებაზე. კიშინიოვს და კიევს ევროკავშირთან ინტეგრაციის პირველი კლასტერი ოფიციალურად გაიხსნათ. ეს ეტაპი ფუნდამენტური საკითხების კლასტერად ფასდება და თავის თავში კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების და ანტიკორუფციული მექანიზმების მიმართულებით რეფორმებს მოიცავს. ეს არის პრაქტიკული მექანიზმი, რაც ქვეყნებს დაეხმარება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებაში. ბრიუსელის განმარტებით ამ სფეროებში მიღწეული პროგრესი განსაზღვრავს მომდევნო თემატური ბლოკების გახსნას და გაფართოების პროცესის დასრულების დინამიკას. აქვე შეგახსენებთ, რომ ასოცირებულ ტრიოში, სადაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა შედიან, წარმატებული რეფორმების კუთხით საქართველო ლიდერი იყო და ორივე ქვეყანას ბევრად უსწრებდა. თუმცა ახლა ბრიუსელის შეფასებით ქართული ოცნების დემოკრატიული უკუსვლის გამო ევროკავშირში გაწევრების გზაზე საქართველო ორივე ქვეყანას ჩამორჩება. დღეისთვის სულ ეს იყო. დასასრულს გთხოვთ გამოიწეროთ ვოტე საქართველოს ნიუსის არხები YouTube-სა და Facebook-ზე. ჩვენ კი გავაგზავნებთ მუშაობას, რომ თქვენამდე მოვიტანოთ თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი ევროპიდან, თავისუფალი საქართველოსთვის. დროებით.